და მოსამართლემ არ მომცა საშუალება გამეცნო მისთვის ჩემთვის ცნობილი ინფორმაცია, რაშიც მას ის დახმარებას მიიღებდა ჩემგან და გადაწყვეტილებაში ჭეშმარიტ გადაწყვეტილებას მიიღებდა. მაგრამ მე არ მომცა მან საშუალება ჩემთვის გაუდებარი მიზეზების გამო. მაგას მეგეთქი. თვითონ ვერ იცის რა. ანუ თვითონ იცის რომ მივიდა და არ შეუშვეს და რატო არ შეუშვეს ეს ანუ მაშინ რა თქვენ იცის ესა ანუ თქვენ დღეს აპირებს Facebook-ზე ვინაიდან არ მომეცათ ხო საშუალება მოსამართლეთვის მომეყოლა ის რაც ჩემთვის არის ცნობილი დღეს ჩემს სოციალურ გვერდზე გავაკეთებ ძალიან განცხადება და კიდე ერთი რაღაცა მაშინ ეს რადგან ეს თვითონ ისე მომგათ რა იყო ანუ მე ვიყავი მისული რესტორანში სადაც შევხვდი იმ მომსახურე პერსონალს ვინც ემსახურებოდა ბაჭუახალაიას რაც იყო რა აი მაშინ მოყვა თავიდან მოვლამდე ხო ისი მოყვა გინო და ის მოყევი აქ რა და რა გიქრეს რომ ყოფილა ჩუბი იყო არ იყო კარგი დავიწყებ მაშინ თავიდან ცოტა გაგაფრთხილოთ ვიყავი ბაჭუახალაია საქმეზე მოწმედ დაბარებული მივედი და მოსამართლემ არ მომცა საშუალება რომ იმიცა ჩვენება ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო მე მაქვს ინფორმაცია კონკრეტულად ბაჭუახალაიას საქმესთან დაკავშირებით ეპიზოდი ეხება აბესაძის თემას მას აბესაძე ეხება ვითომ ბაჭუახალაიამ სცემა ის მივედი მუშაობდი არასამთავრობო ორგანიზაციაში მივედი ამ რესტორანში და გავისაუბრე რესტორნის მენეჯერს რომელმაც მითხრა რომ მას არსმენია ესეთი ფაქტი და არ შეუძლია დაადასტუროს ის რომ ბაჭუახალაიამ იჩხუბა რესტორანში და კერძოდ მას ისიც არ შეუძლია დაასახელოს დრო და რიცხვი თუ როდის იმყოფებოდა იმ რესტორანში ბაჭუახალაია ასევე მქონდა ინფორმაცია ვეფხილად ჯოლოხავასთან დაკავშირებით ვეფხილად ჯოლოხავასთან მქონდა საუბარი და მან გამოცხადა რომ ის იყო თავდაპირველად სამხედრო პოლიციაში დაბარებული და მას ემუქრებოდნენ იმით რომ თუ ის ბაჭოს წინააღმდეგ ჩვენებას არ მიცემდა მას გააგდებდნენ სამსახურიდან ასევე ამის შემდეგ ყავდათ დაბარებული პროკურატურაში გამოძიებელმა უთხრა მას რომ თუ ასევე ჩვენებას არ მიცემდა გამოაგდებდა სამსახურიდან მასაც და მის ცოლსაც და რაღაც დოკუმენტში ჯოლოხავას ჰქონდა შეცდომა და ასევე გამოძიებელი ემუქრებოდა დაჭერით თვითონ საბუთების გაყალბებასთან დაკავშირებით. ანუ რომელა სამთავრობოში თავისუფლების და მხარდაჭერის ცენტრში. და ეს უკვე მაშინ მეფეთენ რაც უკვე მიმდინარეობდა. დიახ. კი. მოგესალმებით. პროცესზე სადაც ბატონი დარახველიძე არის მოსამართლე, სამწუხაროდ პროცესზე სადაც ბატონი დარახველიძე არის მოსამართლე, სამწუხაროდ მოწმეებს არ ეძლევათ საშუალება მიაწოდონ ის ინფორმაცია, რაც მათთვის არის ცნობილი ფაქტობრივ გარემოებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ესეთი შემთხვევა არის ბატონი ცოტნე ხარაზიშვილის და მიზეზი არის აბსოლუტურად აბსურდული. მიზეზი არის ის, რომ მას იმ დასაკით პირთა სიაში ეწერა ცოტნე ხარაიშვილი და არა ცოტნე ხარაზიშვილი. ანუ ეს იყო რეალურად ტექნიკური შეცდომა, ეს არათუ
ბატონი დარახველიძე უნდა ხვდებოდეს ამას არავის ნებისმიერი პირველ კურსელი მიხვდება რომ როდესაც ხარაძიშვილის მაგივრად წერია ხარაიშვილი ეს არის ტექნიკური შეცდომა და მისი ინტერესი უნდა იყოს რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღოს როგორც ერთი ესევე მეორე მხარის მხრიდან და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიტანოს გადაწყვეტილება სამწუხაროდ ჩვენ ამას ვერ ხედავთ იგი მოქმედებს როგორც მეოთხე პროკურორი სასამართლოზე და მაშინ როდესაც პროკურორებს მთლიანად გამორჩენილი ქონდათ ერთი მოწმის სახელი და გვარი საერთოდ არ იწერათ სიაში და წარმოდგნენ და დააყენეს შუამდგომლობა რომ ეს იყო ტექნიკური შეცდომა უბრალოდ მათ გამორჩათ ამ ადამიანის სახელი და გვარის ჩაწერა მან მისცა უფლება და დააკითხა სასამართლოზე ეს ადამიანი მაშინ როდესაც 100 იყო გამორჩენილი ადვოკატების მხრიდან მიწოდებულ სიაში და ამ დროს ეწერა პიროვნების სახელი და გვარი ადვოკატებს არ მისცა ამის უფლება ეს არის აშკარა ტენდენციურობა რაც საბოლოო ჯამში სამართლის დადგენას ნამდვილად არ ემსახურა რომელიც უნდა მიმეცა მან მნიშვნელოვანი რა არის რომ ეს ქალბატონი ვისაც ესაუბრა მე რცოდნე ყავთ დაკითხული პროკურატურაში და ჩვენებაში წერია რომ 2011 წლის 19 მარტს ჩვენთან იმყოფებოდა მინისტრი ვაჩანა ახალაია ნუ ისიც კი არ წერს რომ თქვა რაღაც ჭუბი იყო და რა მაგრამ წერს რომ აი ეს ადამიანი იმყოფებოდა ამ დროს შემდეგ როდესაც მივიდა და შეეკითხა რომ აი თქვენთან ესე და არა უშუალოდ რა მახსოვს ეხლა მეო რა რიცხვიო, რისი თვეო, როგორ უნდა მახსოვდეს თქვა 2011 წელს რომელ რიცხვში იყო ბაჩუ ახალაი ჩვენთან შემოსული. სწორედ ამის ყველაზე ძირითადი იყო ამის გამოკვეთა რომ პროკურატურაში მოწმეები კი არ წერდნენ ჩვენებებს, წერდა პროკურატურა და ხელს აწერდნენ მოწმეები. ეს იყო მნიშვნელოვანი დაცვის ხარისთვის ცოტნე ხარაძიშვილის ჩვენებაში. და არა თუნდაც ის დადასტურებული ფაქტია რომ ესეთ ამის ადგილი არ ქონია. არის კიდევ ერთი საშუალება, ჩვენ ამ საშუალებას აუცილებლად გამოვიყენებთ, იმიტომ რომ დაცვის მხარეს აქვს გამონაკლისი უფლება, რომ ერთი მტკიცებულება ქონდეს შენახული და წარადგინოს შემდგომ. ჩვენ ამ კუთხიდან დავაყენებთ ამ საკითხს და ნუ ახლა თუ იქაც არა უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, არ მიეცემა და თუ მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში მიეცემა საშუალება დაიკავოს. კარგად, იქით მადლობა.